გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Shevsteltav gadasavles Squeltanetan mamaqla daidzaxe Turbo savrebo tsi Turbo zavrebi Bebia, წავიდეთ სოკო დავკრფოთ. კენკრაც უჩემოდ წადით. დღეს ბოსტანში ვიმუშავე და დავიღალე. აი, იპოლიტიც წამოვა თქვენთან ერთად. პეტია, მოდი ჩვენ სოფელში სოკოსა და კენკრის მოტანის სერვისი შევქმნათ. ბევრს ხომ მათ დასაკრეფად ტყეში წასვლის დრო არ აქვს. მართალია და ამაში ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. მათთან გავიქცეთ. მართალია, ძალიან კარგი იდეაა. თქვენთან ერთად ვართ. ხომ ასეა, მეგობრებო? მაშინ ყველანი სოკოსა და კენკრის დასაკრეფად წავიდეთ. რა მაგარია. აქ იმდენია მთელ ქალაქს ეყოფა. მეც ვიპოვე გემრიელი სოკო. სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ სინდისი არ მაძლევს საშუალებას. ჯერ ერთი ზერ, შხამ სოკო არ იჭმევა. მეორეც განძის შესანახის აწყობი უნდა ავაშენოთ. მართალი ხარ, ბუ? ოღონ ჯერ მშენებლობის გეგმა შევადგინოთ. აქ კონვეირი იქნება, აქ შეფუთვა მოხდება, აქ კი დატვირთვა. ყველაფერი გაიგეთ? გავიგეთ. მშენებლობისთვის დაგჭირდება მორები, ქვები და ნაძვის ტოტები. მე და ტრაკი ფუნდამენტს გავაკეთებთ. თორი და ანკი კედლებს და სახურავს მიხედავენ. ტურბოზავრებო, წინ! ჩვენ კი აქ სოკოს ვუდარაჯებთ. თორემ შეიძლება ვინმე შეჭამოს. კარგი საწყობი გამოვიდა, საიმედო. ახლა შეგვიძლია შეფუთვას მივხედოთ, შემდეგ კი მიტანას. სოფლამდე როგორ მივიტანთ? ეს უკვე ზერმა და დომ უნდა გააკეთონ. ბევრს ნოდადებთ, თორემ მძიმე იქნება. რა საჭიროა ამდენი? რას შვრებით? როგორ არ გცხვენია ზერ? კალათები ბოლომდე უნდა გაივსოს. კარგი. ვნახოთ, ვინ მივა სოფელში პირველი და ვინ დაარიგებს კალათებს. კეთილი მგზავრობა, მეგობრებო. როგორც ჩანს, დო ძალიან ჩამომრჩა. შემიძლია დავისვენო და შევჭამო. რა მოხდა ზერ? დახმარება გჭირდება?
მე ვამოწმებ სოკო იჭმევა თუ არა, იქნებ შხამსოკოა. შენ თვითონ ხარ შხამსოკო. შხამსოკო წითელია და თეთრი კოპლები აქვს. დამეწიე. სულ ას არ ჩამომრჩენია. და მელოდე. სიურპრიზი ტყიდან. აქ ხომ სოკოა კენკრა, რა სასიამოვნო სიურპრიზია. გმადლობთ. მოშორდით, წადით. მაგვიანდება. ესეც ასე. სასაულია. ნამდვილი სოკოს წვიმა. ეს სასაული კი არა, ტყის ძღვენის სწრაფი და საიმედო მოტანაა თქვენს სახლში. ისე ამოვნეთ, მე კი სახლში მეჩქარება. მადლობადო, მინდოდა შენთვის გამესწროდა, აი, რა მოხდა? მეც მიყვარს სისწრაფე, მაგრამ ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ ზერ. ჯობია არ იჩქარო და ყველაფერი სწორად და ფრთხილად გააკეთო. ახლა კი სახლში წავიდეთ. შეხედეთ, რა ვიპოვე. ალბათ ტურისტებს დაავიწყდათ. ეს კოსმოსური რაკეტაა. მასზე შეიძლება ვარსკვლავებთან გავფრინდე და სხვა პლანეტებზე. ეს სახიფათო არ არის? ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება სხვა პლანეტებზე. როგორ არ ვიცით? აი, ყველაფერი ხატია. სხვა პლანეტებზე ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. აი ეს კი მე მგავს. შეიძლება ბიძა ჩემია. საოცარია, ზერს ბიძა ყავს. ანდეიდა, რა მნიშვნელობა აქვს? მინდა მათთან სტუმრად ჩავიდე. ჩვენ ხომ კოსმოსური ხომალდი არ ყავს. მაგრამ ვიცით როგორ გამოიყურება. მის აშენებას შევძლებთ. ჰა. და კოსმოსში გაფრენილი მსოფლიოში პირველი პტერადაქტილი გავხდები. 15, 18, 25. მორჩა. ყოჩახ, 25 ჩაჯდომა გავაკეთეთ. ახლა 100 თვები. არ შეიძლება რომ ვარჯიშის გარეშე გახდე კოსმონავტი. არ შეიძლება. აქ ყველაფერი ხატია. კარგი, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი კოსმოსური ხომალდი გამოვიდა. მეც მინდა სხვა პლანეტებზე გავფრინდე. შენთვის 5 ჯერ უფრო დიდი ხომალდი უნდა ავაშენოთ. 6 ჯერ. ჩვენი კოსმონავი სად არის? კოსმონავტი გადაიღალა. რაკეტა მზად არის გასაფრენად. ზერ, ფრთხილად იყავი. არ ინერვიულოთ, სწრაფად ვიფრენ. იქით გავფრინდები და მასშივე უკან დავბრუნდები. ვიწყებ უკუთვლას. 5, 4, 3, 2, 1, სტარტი. რა ხდება? სად არის ცეცხლი, კვამლი? რატომ ვერ მიფრინავ ვერსად?
რას აკეთებთ? რაკეტას ვუშვებდით კოსმოსში, მაგრამ არ გაფრინდა. მინდოდა მსოფლიოში პირველი კოსმონავტი პტეროდაქტილი გამختარიყავი, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ზუსტად ისეთი რაკეტა შევქმენით, როგორიც ფოტოზეა. ნეტავ რა არ გავაკეთეთ სწორად. ძალიან კარგი რაკეტაა, მაგრამ ვერ გაფრინდებოდა. მას ხომ ძრავები არ აქვს. რაკეტების ძრავები კი ძალიან რთული კონსტრუქციისაა. ჩვენ თვითონ მასეთებს ვერ გავაკეთებთ. აი, ასეც ვიცოდი. არ მოიწყინოთ. იდეა მაქვს. ამ რაკეტას პარკში დავაყენებთ და ბავშვები კოსმონავტობანას ითამაშებენ. შესანიშნავი იდეა, კატია, მაგრამ ჯერ რაკეტა უნდა დავშალოთ, პარკში გადავიტანოთ და იქ თავიდან ავაწყოთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, ფარებით გაანათე, ტრაკ, ანკი, რაკეტის აწყობა და დაყენება დაიწყეთ. ზერ, თვალი ადევნე, რომ რაკეტა ზუსტად ვერტიკალურად იყოს დაყენებული. ტურბოზავრებო, წინ! დავიწყოთ, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავ. რაკეტა გადაიხარა, უფრო სწორად უნდა დადგათ. ყოჩახ, შესანიშნავად იმუშავეთ. წყალღრმა ბატისკაფებს ძრავები აქვთ? მინდა მსოფლიოში პირველი პტეროდაქტილი ვიყო. ასეთი რა ვთქვი? რა? ბული მოედნის ცენტრში უდევს. ბურთზე უფლება ტრაკი. ის ურტყამს, მაგრამ მეკარე იგერიებს. ამით მატჩი დამთავრებულია. კარგი რა, ყველაზე საინტერესო მომენტზე გავჩერდით. წავიდეთ ბურთი მოვძებნოთ, ვიპოვოთ და თამაში დავამთავროთ. ვიპოვე, ყველანი მომყევით. მომყევით. რა საყვარლები არიან? გეთანხმები, მაგრამ ზღარბით ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ. მოდი ჩვენი ბურთი მოვძებნოთ. მოიცადეთ, რომ გაწვიმდეს? მდინარეში წყალი მოიმატებს და ზღარბებს საფრთხეს შეუქმნის. ой. რამე უნდა მოვიფიქროთ. კატიას ვკითხოთ. მან ყველაფერი იცის ბუნების შესახებ. აქ დარჩით, მალე დავბრუნდებით. კატია, დახმარება გჭირდება. იქ დედა ზღარბი ყავს და პატარა ზღარბები, მათ სახლს მდინარე წალეკავს. რა საშინელება? ჩქარამაჩვენეთ სად არიან? კარგი, რა პრობლემაა? მდინარე თუ ადიდდება,
წყალის ხარბებს დაახრჩობს. იქნებ მათი სახლის სხვა ადგილას გადავიტანოთ. მათი სახლი აქ არის. მათი შეწუხება არ შეიძლება. მაგრამ ერთი იდეა მაქვს. ზღარბებს ხელს ვერ ვახლებთ, მაგრამ შეგვიძლია მდინარე გავწიოთ. მდინარე როგორ უნდა გავწიოთ? ადვილია. გაშხალი ავაგოთ და მდინარის კალაპოტი შეიცვლება. ტურბოზავრებო წინ! თორ, აქ არხი გათხარე. ტრაკ, ტყეში გამხმარი ხეები მოაგროვე. გაშხალისთვის დაგჭირდება. ბულ, მინდა პირდაპირ მდინარეში ჩაყარე. აი აქ. აქ იქნება გაშხალი. ტრაკ, ანკი, მორები დააწყვეთ. შესანიშნავი ნამუშევარია. კატა, ნამდვილი მშენებელი ხარ. ყველაფერი გადავიღე. მორები ცვივა, წყალი მოედინება, არაჩვეულებრივია. ახლა ბურთის ზებნა გავაგრძელოთ. და რა მოვიდა თქვენ ბურთს? ბურთი გაფრინდა. რა კარგი მატჩი იყო და ვერ დავასრულეთ. აუცილებლად დაასრულებთ. ვაშა! მაგარია! ტრაკი უტევს. დარტყმა. და მეკარე იგერიებს. მოიცა! მეგობრობამ გაიმარჯვა. ბოთლი. მოდი პირველი ვინ მიირბენს. ეს ბოთლი ჩემია. თვითონ თქვი იმისია, ვინც პირველი აიღებსო. ახლა ბოთლი ჩვენია. ჩვენ უფრო მეტ პლასტიკს შევაგროვებთ და აი ამას მოვიგებთ. პრიზი დიდი თავგადასავალია. სამწუხაროა, რომ მეორე ადგილზე გასულებს პრიზი არ შეხვდებათ ნახვამდის. შენც იმას ფიქრობ, რასაც მე? რა თქმა უნდა, დაგეხმარებით, საინტერესო ჟღერს. გზებიც უფრო ლამაზი გახდება. ჭუჭყიანი ქუჩები არ მიყვარს. ეს ძალიან მარტივია. მე კი მიყვარს, როცა მარტივადაა ყველაფერი. შეიძლება ჩვენც ვითამაშოთ, როცა გაიმარჯვებთ. რა თქმა უნდა, ყველანი ვითამაშებთ. მე ზევიდან დავათვალიერებ. სად არის პლასტიკი? აქ მოიტანეთ, მე ფერების მიხედვით დავაწყობ. ტურბოზავრებო წინ! პლასტიკი ნაპოვნია. მედითორ. გაგვიმართლა. აქ უამრავი პლასტმასის ბოთლია. რა მაგარია. აქ უამრავი პლასტმასის ნივთია. ანკი ისვრის და მიზანში ხვდება. რა ლამაზია, როცა ქუჩები სუფთაა. შეხედეთ.
სამწუხაროა, რომ ბანანის ქერგს არ ვაგროვებთ. ეს საკმარისი იქნება, რომ მოვიგოთ. აქ რა მოხდა? ყველაფერი დანგრეულია. არა და რა კარგი მოედანი იყო. რაღაც უნდა მოვუხერხოთ. აბა, შეძლებთ ამის გაკეთებას. ო, მაგრამ მთელი პლასტიკი დაგვეხარჯება, რომელიც შევაგროვეთ. და სათამაშო მოწყობილობას ვერ მოვიგებთ. მაგრამ იმას მხოლოდ ერთი ადამიანი ითამაშებს. საბავშვო მოედანზე კი ყველა შეძლებს თამაშს. მაშინ მოდით, სწრაფად ავაშენოთ. ეს ყველაფერი ბაზაზე წაიღე. იქ გადავამუშავებთ. მაგარია. გადამუშავებული მოედანი გადამუშავებული მოედნისგან. ფოტო ინტერნეტში გამოვაქვეყნე. მალე აქ ბავშვები მოვლენ. შესანიშნავია ტურბოზავრებო, ჩვენი წასვლის დროა. ითამაშეთ ბავშვებო. ასე რა გიხარიათ? წაგებას აღნიშნავ თუ იღბლოებო? თავარი პრიზი ჩვენ მოვიგეთ. თქვენ პლასტიკი შეაგროვეთ, რომ სათამაშო თქვენთვის მოგეგოთ. ჩვენ კი პლასტიკი ამისთვის შევაგროვეთ. და ყველას შეუძლია აქ თამაში. ახლა ვინ არის გამარჯვებული? გამომართვი, შენი თამაშე. მე კი გორაკზე გავიქცევი. მეც დამელოდეთ. დაგვეციე. იპოლიტ. არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი? ყოველთვის ვოცნებობდი, რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებია სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება.
ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბები არ ბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა, არა. ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ. პაშა! რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. პაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნებ ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.